ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციაში დღეს საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, სადაც პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლაშა დამენიამ განაცხადა, რომ მიკროავტობუსების მძღოლებზე და სოფლის რწმუნებულებზე ზეწოლა ხორციელდება. მისი თქმით, მათი დაშინება ხდება, რათა მოსახლეობამ 19 აპრილს დაგეგმილ აქციაზე მონაწილეობა არ მიიღოს. მისი განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერების წასაყვანად 16 მიკროავტობუსის დაქირავებას აპირებდა, თუმცა მცხოვრებმა მათ ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი თქვეს. ყველა ავტობუსი გაფრთხილებული იყო თავიდანვე, რომ არ წაეყვანა მოსახლეობა მიტინგზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოვახერხეთ 16 მიკროავტობუსთან მოლაპარაკება წასვლასთან დაკავშირებით. მაგრამ დღეს, როგორც კი მიდგა უკვე იმასთან დაკავშირებით სიტუაცია, რომ ხელშეკრულება დაგვედო მიკროავტობუსებთან, პარტიას ოფიციალურად ხალხის გადაადგილებასთან დაკავშირებით 16-ვე მიკროავტობუსმა უარი გვითხრა წასვლასთან დაკავშირებით, ვინაიდან ისინი გააფრთხილეს, რომ არ მიეღოთ აი ხელშეკრულებები და არ გადაიყვანათ ხალხი 19 აპრილს ზუგდიდიდან თბილისში. მე მინდა ასევე ეგრეთ წოდებულ დეპოლიტიზირებულ პოლიციას მივმართო აქედან. აქტიურად არის ჩართული ასევე ზუგდიდის სამართალდამცავი ორგანოები. აქტიურად არის ჩართული გამგეობები და დაბარებული იყო თითოეული სოფლის გამგებელი, რომლებსაც დაემუქრნენ მოხსნით, თუ მათი სოფლებიდან ადამიანები წავლენ. ლაშა დამენიას განცხადებით, თითოეულ სოფელზე გარკვეული კვოტაა დაწესებული, თუ სოფლიდან აქციაზე ხელისუფლების მიერ განსაზღვრულ ადამიანზე მეტი წავიდა, სოფლის რწმუნებულს მოხსნიან. ყველა გამგებელი, რომლებსაც უთხრეს კონკრეტული ციფრები, რომ თუ ამდენ ადამიანზე მეტი წავიდა და ყველა სოფლს თავისი სიდიდის მიხედვით. ურთიას, რა თქმა უნდა, სხვა უთხრეს, დარჩენილ სხვა უთხრეს, თუ ამაზე მეტი ადამიანი წავიდოდა, აუცილებლად მოხსნიდნენ და ეს პრობლემა რაში მდგომარეობს. მათ უკვე განცხადება ყველას დაწერილი აქვს, რომელსაც კონკრეტულ ადგილს ახლა მე ვერ გეტყვით, მაგრამ კონკრეტული ადამიანები მათთან ერთად გაადიოდნენ ამ საკითხს. მე არ მინდა სიმართლე გითხრათ, ახლა თან სოფლის გამგებლები ჩავაყენო უხერხულ მდგომარეობაში და ამის გამო მოხსნა. დამენიას განცხადებაზე საპასუხო განცხადება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაკეთდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თქმით, ადგილობრივი მთავრობა და ძალოვანი სტრუქტურა 19 აპრილს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას არანაირი ფორმით არ იღებენ. მისი თქმით, ხელისუფლება სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებითაა დაკავებული. სამართალდამცავი ორგანოები დღეს იცავენ ქალაქში სიმშვიდეს უსაფრთხოებას, არ არიან ჩართული აი ამ აქციაში, როგორც არჩევნებამდე მყოფი პოლიციელები და მით უმეტეს არც გამგეობა. გამგეობაში ახლა მიმდინარეობს საკმაოდ საჭირბოროტო და აქტიური პროექტები. არც ერთ სოფლის გამგეობას არ ცალია დღეს აქციაზე ვინმე გაუშვას ან გააგზავნოს, მით უმეტეს ჩვენი მხრიდან არ ყოფილა არც ერთი გამგებელი დავარებული. შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ აქცია რუსთაველის გამზირზე დაგეგმა. ლაშა დამენია აცხადებს, რომ პარტიის ზუგდიდის ორგანიზაცია 19 აპრილის აქციაზე დაახლოებით 2000 ადამიანის წაყვანას გეგმავს და მათ ამაში ხელი არ უნდა შეეშალოს.